მოგესალმებით, ჩემო ლამაზო მეგობრებო, ძალიან მიყვარს თქვენთან ერთად დილით მაკიაჟის გაკეთება და სამსახურში წასვლა. მეთქი ახლა გადაგიღებთ, მოგიყვებით რა ხდება ჩვენსკენ, ახალი ამბები, რაღაცეები, რა გეგმები გვაქვს ამ კვირას. დღეს არის ორშაბათი, დღეს არის 2 მარტი. ჩვენთან მარტი, არ ვიცი, თებერვლის ბოლო დაიწყო მზეებით. 18 გრადუსით და თქვენთან საქართველოში მოხლამდე თოვლია. გაძლება მოგცეთ ღმერთმა. არ მეყვარს თოვლი საერთოდ. მაგრამ კარგია, ვისაც თოვლი უყვარს, ყველაზე ბედნიერია. როგორ ხართ, ჩემო კარგებო, როგორ გიკითხოთ? მე ვარ ძალიან კარგად, კარგ ხასიათზე ვარ, გუშინ ცოტათი შეგვეშინდა, მაგრამ დღეს კარგ ხასიათზე ვარ. ლუიზმა თუთზე იტკინა და სისხლი მოდიოდა და აღარ ჩერდებოდა. ისე შემეშინდა, მე წარმოგიდგენ. მაგრამ კარგად ვართ. გეგმები გვაქვს რაღაცები, რადგან 4 შაბათს არის დენისის დაბადების დღე, ჩემი ბიჭი ხდება 7 წლის და ვერ წარმოგიდგენთ როგორ ელოდება თავის დაბადების დღეს, ძალიან, როგორც ყველა 7 წლის ბავშვი. გეგმები აქვს თავში, ეს მინდა, ეს გამიკეთე, ხო და აუცილებლად გადაგიღებთ, რადგან დავჯავშნე ბავშვების გასართობ ცენტრში 5 ადგილი, 5 ბავშვისთვის, 3 მეგობარი და 1 დენისი და 1 ლუიზი. ხო და იქ მივდივარ და საღამოს ბებიები, ბაბუები მოვლენ სახლში. ასეთი გეგმები გვაქვს 4 შაბათს, რაღაცეებს გავაკეთებ. ბევრ დიდ საჭმლის გაკეთებას ვერ ვასწრებ, ამიტომ ყოლიან ბლინებს გავაკეთებ, ტოსტებს გავაკეთებ, პიცას გამოვაცხობ და ესე გავაკეთებ დაბადების დღეს საღამოს სახლში, მაგრამ იქ გასართობ ცენტრში ტორტი შევუკვეთე. ჩვენთან ერთი თურქული ბულანჟერია, ფურნა, აკეთებენ თავიანთ ნამცხრებს, ბაკლავა ეს ყველაფერი და თან აკეთებენ ტორტებს დაბადების დღის და ჩემს ქორწილში მაგათთან შევუკვეთეთ ჩვენი ქორწილის ტორტი და იყო რაღაც სასწაული, ოღონდ მართლა. ამიტომ სულ იქ ვუკვეთავ ტორტებს, ესე იგი 10 კაციანი ტორტი 45 евро და ამიტომ თან ტორტი, რომელიც მაგას უნდა და ნახატი, როგორიც უნდა და ლურჯი ფერი და ასე შემდეგ. ხო და ამ გასართობ ცენტრში ყავთ მასკოტ, ხო იცით, ადამიანი, რომელსაც ფორმა აცვია რომელიმე მულტფილმის გმირის, ხო და ეს არის ამიტომ ვერ ვიტყვი, რადგან იქისმის. ხო და ჩამოვა მასკოტ და ყველაზე ბედნიერი იქნება დენის, იმიტომ რომ მაგას გონია, რომ მასკოტ არის მიკი მაუსი. იმიტომ რომ ერთხელ დაბადების დღეზე ვიყავით იქ და მიკი მაუსი. ხო და მე რო შევუკეთე, ვუთხარი მეთქი, არა გაქვთ მეთქი ამ პერსონაჟის დეკორაცია და არაო, მაგრამ მასკოტი ყავსო მეთქი. ხო და ძალიან მაგარია, ერთი სული მაქვს მეც ნახო ჩემი ბავშვის ხიმილი და გაბრწყინებული თვალები. ეხლა მოვუწოთ გავაკეთე მაკიაჟი, რადგან სამსახურში მივდივარ. ასე. სხვა რა გითხრათ, უნდა ხვალ წავიდე მაღაზიაში, რადგან დენისი ხო დადის წრეზე კალათბურთის წრეზე დადის. ბასკეტ მეთქი, ფრანგულად. ხო და იქაც წავიღოთ ნამცხროლობა, რომ იქაც აღნიშნოს დაბადების დღე და მერე სკოლაშიც მეორე დღეს. ანუ 4 შაბათს სახლში მეგობრებთან წრეზე კალათბურთის და მეორე დღეს თავის სკოლაში. ვიყიდი ნამცხრებს, ეს გრძელი ნამცხრებია, მაგებს ვიყიდი, კექსებივით არის და წვენებს ვიყიდი და აღნიშნავენ დაბადების დღეს. Je leur raconte comment tu as fêté ton anniversaire et que je vais filmer. მოვიდა კბილები აქვს გასახერხი, მე კიდე აქ გეჭორავებით. ხო და ესე მეგობრებო, რა ხდება კიდე ჩვენსკენ? მამა. ვინი?
Special video, special programme emoji trampoline. შაბათს მივდივართ ცხვრის დაკლა დავიდის კუზინასი, მე მგონი უკვე გითხარით მე თქვენ. ამ შაბათს ანუ 7-ში ხო და მივდივართ იქა ყველანი ერთად. ამიტომ დასაცმელი უკვე მაქვს ის შავკაბა შავიცმევ ლიონში რომ ეცვა. ფეხზე უკვე ვიყიდე და ჩანთაც ვიყიდე და სახში ანუ ორი ჩანთა ვიყიდე, ორი ფეხზე ვიყიდე, იმიტომ რომ დარწმუნებული არ ვიყავი რომელი ჩამეწვა. ამიტომ უნდა ორივე გავიზომო, ვნახო რომელი მიხდება და ხვალ მინდა წავიდე ვიყიდო საყურეები, რომ ამ კაბას და ამ ფეხზე შევუხამო. ამიტომ ხვალ ეწავალ მაღაზიებში, ჩემს პაუზაზე სამსახურის სიგნალ იმ გუშინ კვირა იყო, გუშინ სპორტზე ვიყავი. ძალიან მესიამონა. მგონი ზედმეტად მომივიდა კანის დატენიანება და ძალიან რაღაცაერთ ვგრძნობ, რომ ძალიან მომივიდა დატენიანება. მე ხლა აქ დამჭირდება პუდრა. ჩიტო მოსპალება ის. დავიხატე ცოტა ესეც. ხო და ესე გია ესე 4 შაბათ დენის დაბადების დღე, ხვალ მაღაზიაში გავიქცევი რაღაცები კიდე გვაკლია. შაბათს მივდივართ აღნიშნოთ ერთად შევხვდეთ, დიდი ხანი ერთმანეთი არ გვინახია ოჯახებს, დავიდის კუზინები, დეიდები, მამიდები. დეიდები არ იქნებიან, მარტო მამიდა იქნება. ხო და ასეთი კარგი შაბათი გვექნება. აი მე დენის ველაპარაკები ქართულად ხოლმე რუსულად რომ ისწავლოს, არ უნდა, იცი როგორ აპროტესტებს, აი ვერ წარმოგიდგენთ. აი მე ეგეთი რაღაც არ მინახია, შიშით ვერ ველაპარაკები ბავშვს. რუსულად თუ დაველაპარაკები, ეგრე მიყურებს და არ მისმის რას სმეონები, გაჩვენე. აი მე ლამის ვდღალიზო ხოლმე. აი ღმერთო, თქვენ როგორ ასწავლით თქვენ შვილებს ემიგრაციაში თუ ხართ სხვა ენებს. ნუ ძალიან ბევრი მშობელი მეუბნება, რომ მე არ ვაძლევო არჩევალსო. ველაპარაკები და შევდა მეც მას უნდა გავაკეთო და გინდაც მითხრას არ მისმის გაჩვენდი, უნდა არ გავჩვენდე. ესე ცოტა აილაიტერი, თმაც უკვე გაკეთებული მაქვს. ამიტომ უბრალოდ გავიშლი, თმის შეჭრა მინდა ისევ. გაგიჟდებით ალბათ კი, ისევ მინდა თმის შეჭრა, რაღაცა ეს არ მომწონს, ფორმა არ აქვს, მინდა რომ კარი შევიჭრა. აი ეს. აი ესე მოკლედ შევიჭრავ. პარასკევს გავგიჟდები და შევიჭრით მას. ასე მეგობრებო, წავედი მე ახლა სამსახურში. ეს ჩემი პატარა ვიდეოსაც და ნელ-ნელა რაღაცებს გადაგიხეთ. გაკოცეთ ბევრი, მე კი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.